გამარჯობა გიორგი, მოგესალმები. მოკლედ ერთ ვიდეოს ვუყურე. მამა გურამ 92-ის ვიდეო იყო და გიორგი რაზმაძე კი იცი ვინც არის და პასუხს ცემს მამა გურამის და იქ დააწერა კიდევაც რომ ხილად მწვალებლობა ვრცელდება. და შენია ვერ გავიგე, მამა გურამი აკეთებს მწვალებლობას? ხო. მართლმადიდებელი გვდენი. კი. და ეუბნება მეორე მართლმადიდებელი, რომელსაც არაფერი სასულიერო განათლება არ აქვს. რა განათლება აქვს არ ვიცი, მაგრამ ის ამბობს რომ მწვალებლობა ვრცელდება. არა, მოისმინე. პრაქტიკაში ამ ადამიანს ბრძოლად უმსახურია როდისმე ამ რაზმაძეს? მგონი არა. ერისკაცია. ანუ თეორეტიკოსია. ხო რა, ანუ ერისკაცია მოკლედ. ნუ დასაგებია, თეორეტიკოსია. ხო და აი მამა და არა პრაქტიკოსი. პარე თავშულო უნდა აღვნიშნოთ, იმიტომ რომ თეორია შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ პრაქტიკაში ადამიანთან არ უმუშავია და არ იცის როგორ უმუშავოს. ეს მცნება და როგორ შეიძლება ეგრეც ითქვას, კი. თეორეტიკოსები ბევრია, ხო? მამა გურამი მაინც ბრძელია, მრევთან შეხება, 1000 რაღაცას ისმენს და ადამიანის გულთან მუშაობს. ხო, 1000 რაღაცას ისმენს და ხედავს ალბათ რელიგიური ადამიანი თუ ცოცხალი წენა თუ რაც არის, მოკლედ ხედავს ხო. არა, ძალიან დიდი განსხვავებაა, როცა ადამიანი არის სასულიერო პირი, ის მუშაობს მრევლთან, მან იცის მრევლის დამოკიდებულება, მისი კივილი, ყველაფერი, კი. კივილი, ყველაფერი და მისი მსოფლმხედველობა რამეს ლაპარაკობს, გამოდის მისი მრევლიდან, გაიგე? დიახ. ადამიანი, რომელიც არის თეორეტიკოსი და უბრალოდ მარტო თეორიებზე და რაღაცა ჰიპოთეზების რაღაცა გაგონებლის, იმისთვის ცოტა არ იყოს სხვანაირია. და ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კი ბატონო. აბა გისმენთ. კარგი, მოკლედ მამა გურამი ეს რაღაცას ამბობს, რომ 90-იანი წლებიდანო ძალიან რელიგიურობა წამოვიდაო და ქრისტემ რელიგია უარყო. აი ქრისტეზე ერთ ჟესტს ვერ მაჩვენებთო მიმიკას რამე ქმედებასო რომ ის ხას უსვამდეს რიტუალურადო და აი ამ სიტყვებს თავად მამა გურამის სიტყვებს შენ როგორ შეაფასებ? უარყო ქრისტემ რელიგია? ქრისტემ გააჩნია რა კონტექსტში ამბობს ახლა მე ბოლომდე არ მაქვს მონასმენი მამა გურამის ეგ ვიდეო და არ ვიცი რა კონტექსტს ლაპარაკობს. მაგრამ ის რომ თქვათ რომ იესო ქრისტე მთლიანად რელიგია უარყო, იესო ქრისტე არც რელიგია არ დაარსა ახალი ასე რომ რა უნდა უარყოს? ანუ ხდები, როცა უარყო, მაშინ რაღაცა ახალი უნდა დაარსო, გაიგე? ნუ მაგრამ იესო ქრისტე რა უარყო? იესო ქრისტე უარყო ადამიანური სისტემა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ღმერთის მცნებებს. და ჩვენ ამას ვხედავთ. აი ეხლა შენ თქვი რომ ქრისტემ რელიგიაც არ დაარსაო. ხო, ქრისტეს რელიგია არ დაუარსებია, ხო? ბატონი გიორგი რაზმაძე პასუხობს და ეუბნება რომ ქრისტემ რელიგია უარყო, ესაა სახიფათო ტყუილი. ქრისტემ პირდაპირ დატოვა ლიტურგია. როდესაც მოციქულები და მოწაფეები იკრიბებოდნენ, ისინი იკრიბებოდნენ ანუ ამის გაგებით, ანუ ესე იგი მამა გურამის გაგებით რიტუალებისთვისო. და ეს რიტუალები არის საიდუმლო საკრამენტული, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ეზიარება ქრისტეს გამომხსნელ საიდუმლოს. ჩანჩა, იმიტომ მაგას ვქოთ თეორეტიკოსი. და ერთს დავამატებ კიდე, ეს რიტუალები რომ არ ჩატარდესო, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მაშინვე დასრულდება სამყაროს არსებობაო. ძალიან შესაძლოა. აი, ამას ქვია თეორეტიკოსი და განსხვავება პრაქტიკოსი. თეორეტიკოსი შეიძლება ისეთი რაღაცები თქვას, რაც პრაქტიკაში არ მუშაობს. რაც გურამი თქვა, მამა გურამი თქვა, რასაც შენ ამბობ, მე არ მაქვს მონასმენი ეგ ინტერვიუ და არ ვიცი რა, მაგრამ შენი სიტყვებიდან გამომდინარე, ქრისტე დაუპირისპირდა იმ რელიგიურ მანიაკალურ სისტემას. დიახ, რელიგიური სისტემა იესო ქრისტემ უარყო, ის რელიგიური სისტემა, რომელიც იყო სადუკეველების სისტემა, ფარდა რატო გაიხო? წინასწარმეტყველში. ფარდა რატო გაიხო? რიტუალი რო გაუგდა, რატო გაუგდა? ხო? უცხოელი შეწირები გაუქმდა, იმიტომ რომ იესომ შეწირა ერთი და სრულყოფილი. ერთადერთი საკრამენტალური, რასაც ქვია, რასაც გამოხსნელობა ქვია, ამას ხონობს სხვა შეწირებას. დანარჩენს არაფერი არ ქონდა. მაგრამ ის საკრამენტებიც არ მუშაობდა, რო ვთქვათ ასე უხერშენით რო ვთქვათ. არ მუშაობდა პრაქტიკაში თუ ადამიანი არ ასრულებდა ღმერთის მცნებებს. თვითონ ესაიაში ღმერთი ამბობს, რატ მითელავ თუ ჩემ ჭიშკრებს? რატომ მე თქვენი რიტუალები და სხვა შეწირები? არაფერი შეამჭირდება. ესო რამე გადამრჩენელი ყოფილიყო ღმერთის თვალის. მაშინ არ იტყოდა ღმერთი მაგას.
რა არის ღმერთისთვის თავარი? და მამამ გურამი ალბათ მაგას უსვამს ხასიათს, რომ გულის მდგომარეობაა ყველაზე მთავარი. ის რა პირადული ურთიერთობა გაქვს ღმერთთან? ხო, აი მაგას ამბობს, რომ ქრისტე არისო ტოტალური ყოფნაო. რა თქმა უნდა, ხო, რა თქმა უნდა. აი უყურე დღეს შეკითხვა დამისვეს მე კიდევ რომ ცოტა არასწორად გაიგეს რაღაცა რომ აბრაამი ებრაელი რო იყო, ამიტომ გაწირავ თავისი შვილო შეწირვათ და მოთხარ ეს არასწორი დეფინიცია და ეს ასე არასდროს არ იაზრებო მეთქი. აბრაამს შეწირვათ ისააკი, იმიტომ მიიტანა რომ აბრაამს პირადი ურთიერთობები ჰქონდა ღმერთთან, პირადად ისოდა მეგობრობდა. იესო ქრისტემ ეს დააბრუნა. ის რაც მოსე იყო, პირისპირ ელაპარაკებოდა ღმერთს რჯულის დროს, ღმერთს იცნობდა მოსე, იესო ნავეზე, ელია, ყველა იცნობდა. ეს დააბრუნა იესო, სისტემა მოკლა პირადი ურთიერთობა ღმერთთან და დაიყვანა რიტუალების დონემდე. და ქრისტეს სიტყვებს გავიხსენებ, საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ ერთადე ჭეშმარიტ ღმერთს და მის მოავლინე იესო ქრისტეს. ეგა ამთო. ეგა ყველაზე მთავარი. ჩემი ცოლისისა და ქალი. ლარაჩკა. ხო, ანუ ესა ყველაზე მთავარი რომ ჩვენ გვესმოდეს და მამა გურამემ ალბათ ამ კონტექსტში თქვა რომ ამ რელიგიური სისტემა რა, რელიგიური სისტემა არის უფრო კოლექტიური აზროვნება. თავისთავად კოლექტიური აზროვნება საჭიროა, მაგრამ არა სასიცოცხლო მნიშვნელოვანი. სასიცოცხლო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ყველა პირადად ჩვენ თავზე ვაგებთ პასუხს. მეთის წინაშე. ესა ყველაზე მთავარი და აქ რელიგიური სისტემა, რომელიც ჩემი რიტუალები და იმაზეა გაყვანილი, ინდონემდე აშორეს ღმერთს. ანუ ქრისტემ რიტუალები კი არ უარყო, არამედ მისი ტრანსფორმირება მოახდინაო. ეს ვინ ამბობს? რას მეწე? ქრისტემ რიტუალები. ტრანსფორმირება. რომელი რიტუალის ტრანსფორმირება მოახდინა ის მაინტერესებს. აი პასექის დღესასწაული ქრისტემ აამაღლა საიდუმლო სერობამდე. თუ შენ საიდუმლო სერობაში არ მიიღე მონაწილეობა, არანაირი შანსი არ გაქვს წილი გქონდეს ახალი პასექის დღესასწაულში, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც უფალი იესო ქრისტე ამბობს, ვინც არ ჭამს მის სისხლს და ხორცს, სიცოცხლე არ აქვს თავის თავში. ნუ ეგ კიდევ გითხარ ესა თეორეტიკოსები. ხო და ჭამაზე გავამახვილებ კიდე ყურადღებას და ჭამაო არავის არ ეგონოს, რომ ესაა მენტალური რწმენაო. ესაა ლიტერალური ღეჭვა. რადგან მან სიტყვას იყენებს, ორი სიტყვა არის ფაგო და ტროგო და იესო იყენებს ჯერ ერთ სიტყვას და მერე კითხვას უსვამენო, როგორ უნდა ვჭამოთ მისი ხორციო, მერე იყენებს რომ მეორე სიტყვას, არ მგონი ტროგო არის ეგა, რომელიც ნიშნავს კბილით გაგლეჯვას, ანუ ღეჭვას. რაც აი პირდაპირ ნიშნავს, რომ კბილის გაგლეჯვას არა, ღეჭვას ნიშნავს, ჟივად. ხო, მაგას მაგრამ ეგ იგივეა, რასაც გამოცხადების წინ შეუნება წიგნის დაღეჭეო, შეჭამეო. მანდაც ტროგო არის გამოყენებული? არ მახსოვს, როგორ ახლა არ მახსოვს ეს ეკლეს, მაგრამ მე ვნახოთ, როცა მექნება დრო, მაგრამ უბრალოდ მე რას გეუბნები. დავიწყოთ იქიდან რომ პირველი პასექიო რაო ამაღლა სერობამდეო, საიდუმლო სერობამდე. აჩა, პასექი ამაღლა თუ სერობა ამაღლებულია პასექამდე? როგორ? ვერ გავიგე, აბა წაიკითხე თავიდან. პასექის დღესასწაული ქრისტემ აამაღლა საიდუმლო სერობამდე. არა. ეგ არის მაგის ინტერპრეტაცია, მაგ პიროვნების. არსად ბიბლიაში მასეთი რამე არ წერია. რომ პასექის დღესასწაული ამაღლა ზიარების დღესასწაული. ეს აბსურდი. ეს აი ამიტომ გეუბნები, ეს თეორეტიკოსები. ეს თეორიები ბევრია, მაგრამ პრაქტიკაში არ მუშაობს ეს თეორიები. პრაქტიკაში არაფერს არ ცნობს ადამიანის ცხოვრებაში. დავიწყო თავიდან. რა იყო პასექი? პასექი შედგებოდა რამოდენიმე ნაწილიდან და ამაზე ბევრი ვიდეო მოგზაურებული და გეტყვით. ისაც იესო ქრისტემ გააკეთა ეს მაცა, რასაც ქვია პურის და ღვინოს ისა. ეს არის ზუსტად ის პასექო სედერის შუა ნაწილია. უკვე მე შუა ნაწილიდან იწყება ის დამალულ პულს აფიკომას უძახიან ამას ტექსტს და ამას ეუბნება რომ ესაა ჩემი პული და ეს ჭამე და ეს იყო რიტუალი, ეს რიტუალი არის საკაძრო რიტუალი. ის რასაც იესო აქ ყველაზე მთავარი რასაც ეშლება მაგათ. საპასექო ტრაპეზი ეს არ იყო საკაძრო რიტუალი. საკაძრო რიტუალი იყო პასექის დაკვა და შეწვა. იქ უნდა ეჭამათ ის ხორცი.
სახში კი არ უნდა ეჭამა, ტაძარში უნდა ეჭამა. ტაძრის გამოგეზოს საწიხმა. მან უნდა ეჭმულიყო ის. მაგრამ ისაც ქრისტე გააკეთა, ეს არის საპასექო სედერი. ეს არის ის ტრადიცია, რომელიც არსებობდა ებრაელში, რომელიც შეიქმნა ბაბილონში, ბაბილონის დროს, ბაბილონის წყობის დროს. მაქედან წამოიღო. იესომ ეს გადმოცემები აიღო და მისცა ახალი დატვირთვა. დატვირთვა მისცა, რომ ისაც თქვენ აკეთებ, ეს ღმერთმა მოგცათ ეს ტრადიციაც, ესეც ჩემზე სიმბოლიზირებს. ჩემზე. ეს არის სიმბოლიზმი, არა ეს ბიბლიური ისა, რა ქვია, არ ვთქვა. და როდესაც ჩვენ აღმოსავლეთში გესმის დაღეჭვა, ჭამა, შეიძლება გესმის აღმოსავლური კულტურა. აღმოსავლური კულტურა ეს მოზიაროების კულტურა. როდესაც ჩვენ აღმოსავლეთში ადამიანზე სუფრაზე ზიხარ, ადამიანის სუფრაზე ზიხარ, აი ბედუინებში სახელმწიფოც ასია. ამას ეს ადამიანი უყურებს ამ ბერძნული ფილოსოფიიდან გამომდინარე. ამან არ იცის აბსოლუტურად რა როგორა ბედუინებში პურის გატეხვა რას ნიშნავს. მოზიარობა რას ნიშნავს. ეს ნამყოფიც არა და წარმოდგენაც არა სამწუხაროდ ამ ადამიანს. მე ურჩევდი რომ ერთი წავიდეს იქ და გამოიკლოს რას ნიშნავს ახლო აღმოსავლეთში როცა შენ ადამიანთან სუფრასთან მოზიარობას. სუფრასთან მოზიარობას ნიშნავს შენ ამ ადამიანმა მიგიღო საკუთარ ოჯახში. შენ საკუთარი ოჯახის წევრი ხარ ამ ადამიანის და რა უფლებებიც ამ ადამიანს აქვს, ის უფლებები გაქვს შენ. ამას ქვია იესო ქრისტე ამას ამბობს. როდესაც შენ ეზიარები ჩემთან ერთად, შენ ჩემთან ერთად ხდები ძე. ძე ან ვის მემკვიდრე და ამიტომ გაქვს ის საუკუნო სიცოცხლე. მისტიციზმი კი არა ამ პურის ჭამაში და მისტიკურად კი არ გადაიქნება რაღაცა ხორცსა და რაღაცა სისულელება და აბრაკადაბრას ოიძახიან ეგენი. ეგ არის უბრალოდ აბრაკადაბრა, ფოკუს მოკუსებია, მეტი არაფერი არა. პრაქტიკაში ეს არ მუშაობს, პრაქტიკაში მუშაობს ის, რომ შენ ხარ მოზიარე. გამოცხადების წინ ჩასამოვს იესო გავარ გულისკართან და ბრეკ. ვინ ჩემიშობსო, ჩემთან ივახშებს და მეც რა შავს მე იესო ჩემ ხორცს ჭამს. ამას არ უპირდებიან, ბიჭო, აი ისეთ მიდიან, ისეთ რაღაცებზე გადავიდნენ. აი სიტყვის დეფინიციაში მიდიან და გებულობენ ისე როგორც ანუ ეს აბსურდია ესეთი განმარტება, ძმა. პავლე მოციქული პასექს იცავდა, იმიტომ რომ მოციქულთა საქმეებში წერია, რომ პავლეს უნდოდა პასექის დღესასწაულზე ყოფილიყო იერუსალიმში. თუ ზიარება პასექმა პასექის ზიარებამ ჩაანაცვლა, მაშინ რაღაც უნდა პავლეს იმაში, იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე. მაგ ზიარების მუხლებსაც ახლა მოვიყვან წმინდა წერილიდან, მაგრამ დაასრულე ჯერ. ხო და ანუ ეს სხვადასხვა რამეა. ზიარება ეს არის პასექის ნაწილი, რასაც ქვია და ამ პასექის სედერის ნაწილია. რო თქვა თვითონ. ეს სედერის ნაწილი იესო ქრისტემ გამოიყენა იმისათვის, რომ ამ სედერის ნაწილის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ხალხს, წარმარცაც. შეუძლია რომ მიხდეს ამის მეშვეობით გახდეს იმის ერის თანამოზიარე იესო ქრისტესთან მოზიარობაში. ეს არსი არის ამაში. ეს მუშაობს პრაქტიკაში. დაასრულე? კი. ეხლა მაი თვითონ იქ მოკლედ ეს სიტყვით გააჟღერა ხა რაც გითხარი, მაგრამ იქ აქვს კიდე დაწერილი ის არგუმენტები. აი ბერძნული სიტყვა ლიტურგია ახალ აღთქმაში პირდაპირ გამოიყენება ადრეული ქრისტიანული თაყვანისცემის აღსაწერად. მაგალითად, საქმეების 13:2. როცა ისინი უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ თქვა სული წმინდამ. გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოუწოდე. სადაც ანტიოქიის ლიდერები მსახურებდნენ უფლის წინაშე. ახალი აღთქმის რამდენიმე ძირითადი მონაკვეთი მოწმობს, რომ მოწესრიგებული, განმეორებადი და საზოგადოებრივი რიტუალური თაყვანისცემა თავიდანვე ნორმატიული იყო. ეგ არის მოციქულთა საქმეების 13:2. 13:2, აი ნახოთ ახლა. ადრეული თაყვანისცემის 4 გეგმა. ეგ არის მოციქულთას 2:42. მოიცა, 2:42-ში წერია.
ერთთავად მოციქულთა სწავლასა და და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი. დი, ოკეი. და მეორე, 13-2 მოციქულთა საქმეები. ანუ ესე უნდა გამომარტო ახლა მე? დიახ. მაგი როგორ განმარტავს მითხარი? სამეთის მოციქულთა საქმეები 13-2. წახან ვიყავი ახლა და გადავახდი. ანუ ახალ აღთქმაშიო პირდაპირ გამოიყენება ადრეული ქრისტიანული თაყვანისცემის აღსაწერად. 13-2. დიახ. ახალ აღთქმაში გამოიყენებაო ეგო? დიახ. ეგ სიტყვა ბერძნულ სეპტუაგინტაში იოსები რო პოთიფარს ემსახურებოდა, ეგ სიტყვაა გამოყენებული. იოსები რამე საკრამენტალს აკეთებდა პოთიფარისთვის? ლიტურგია. სეპტუაგინტაში ეგ სიტყვაა გამოყენებული. აი ლუკა აღწერს იერუსალიმის პირველი ქრისტიანული თემის სტრუქტურას. მერე დაიყვნენ სულმოკლე დარჩენილნი სწავლასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და ტეხასა მას პურისასა და ლოცვასა. ნუ ეგ რა მოხლით წავიკითხეთ ხოლმე. უფლის მსახურება და მარხვაში იყვნენ ისინი, ხო? ნუ აქ თვითონ ეს სიტყვა ლიტურგია ხო და აი ეს დავამატებ. ყურადღება მიაქციეთ განსაზღვრულ არტიკლებს. ბერძნულ დედანში პურის ტეხა ეხება კონკრეტულ განმეორებად რიტუალს, ევქარისტიას და არა უბრალოდ ყოველდღიურ ვახშამს. სეპტუაგინტაში სიტყვა ლიტურგია გამოყენებულია იოსები ემსახურებოდა პატრიფარს. ლიტურგია. ებრაული სიტყვა შარათ სახურება? არის შარათ, როგორც სადაზრო მსახურება, ასევე ისე მსახურება. აქ ყოველთვის გააჩნია კონტექსტი. განმარტავს სიტყვის დატვირთულებას. როდესაც ჩვენ ვხედავთ მოციქულთა მსახურებაში, რა იყო მოციქულთა მსახურება? რა შედიოდა? რა შედიოდა მოციქულთა? ხადაგება. ხადაგება, ლოცვა. ხო? სწავლება. ეგა აქ არაფერი საკრამენტალური და მაკრამენტალური არაფერი არაა. მაგრამ ყურე დაკონკრეტებულია პურის ტეხა. გასაგებია, მაგრამ ეს სახურებაში იყვნენ, მე პურის ტეხვაშიც იყვნენ. პურის ტეხვა ეს არის, კაი, მეთანხმები იყო ზიარება, მაგრამ მოზიარობა რაღაცა. მოზიარობა არის ის, რასაც ისინი აგაპეს იმას უძახიან, სუფრებს. სასიყვარულო საღამო. ხო, მაშინ ესეც ლიტურგიაა? როცა დები და ძმები იკრიბებოდნენ ერთად და მოზიარობა ჰქონდა, ესეც ლიტურგია, ესეც მისტერიას მივაწევოთ? რა თქმა უნდა, არა. ლიტურგია არის ცენტრი და ამისთვის იკრიბებოდნენ. ხო და ამას ლიტურგია ესმის იმათ, რომ მისტიური დატვირთვით ესმის. არა აქვს ამას მისტიური დატვირთვა ლიტურგიას. ჩვეულებრივი მსახურებაა კი ვეთანხმები, მაგრამ ეგრეთვე მსახურებას იყენებს მიმართებელია იოსები, როცა ემსახურებოდა პოთიფარს. მაგრამ მისტიური დატვირთვა ჰქონდა იოსების მსახურებას პოთიფართან. თქმა უნდა არა. ეს ასეთი მიდგომა არასწორია. უყურე რა მომენტია. ერთადერთი საკრალური რაც ხდებოდა, ეს ხდებოდა იერუსალიმის ტაძარში, როდესაც ადამიანს მიქონდა მსხვერპლი. და ცოდვები გადადიოდა კრაუზე და ის რო იკლებოდა. ეს იყო საკრალური, რომელშიც მონაწილეობდა მღვდელი. აბსოლუტურად. და მღვდელმთავრები. იესო ქრისტეს სიკვდილის შემდეგ ეს როლი იტვირთა იესო ქრისტემ, იმიტომ რომ ის გახდა კრავიც, ის გახდა მღვდელმთავრიც და ის გახდა ის, ვინც შენიცოდა. ანუ ერთადერთი საკრამენტალური არის ეს. ამ საკრამენტალს რა ახსნის? მღვდელის ლოცვა? თუ ხადაგებლის ლოცვა? არაფერი. შენი ნაცმენა. იესოს რა იძულებდა რომ განეკურნებიან ხალხი? როგორ? იესოს რა იძულებდა რომ ხალხი განეკურნა? რას ხედავ ჩვენ, როდესაც იესოს ორ გაკვირვებას ხედავ ჩვენ ბიბლიაში. ორჯერ იესოს აქვს გაკვირვება. რამ გააკვირვა იესო ორჯერ?
ერთი არა ებრაელი წარმართის წმენა, ხო ეგრეა. ხო სწორად მახსოვს და მეორე არ მახსენდება ახლა. ურწმუნოება ებრაელების. ხო. ანუ წმენა არის ის, რასაც იესოს მოქმედებაში მოყავს. არაფერი შენ მგდელის ხელდასმული რაღაცა მაგიური აბრაკადაბრა, ფოკუს-მოკუსი ჩატარება არ გჭირდება შენ. შენ გჭირდება იესოს მოქმედების ძალას იყვანს რა? წმენა. ხდები? ეხლა რაც ხდება მათ მოზიარობაში და იმაში ხდება. მე გითხარ აღმოსავლეთში მოზიარობა ეს ეხმარებოდა მრევლის ურთეთ გაცნობაში ერთმანეთთან მოზიარობა რო გაქვს ადამიანს ხო სუფრაზე უფრო უახლოვდები? კი. აი ეს ოღონდ ქართულ კაცმაგი არ გვესწავლება ჩვენ. ხო, ანუ მოზიარობის არსი და დანიშნულება იყო ის რომ ადამიანს ქონდა ურთიერთობა ერთმანეთთან. და ამ ურთიერთობიდან უფრო მეტი სიახლოვე გამოეჩინა, უფრო მეტი ის იყო. ეს იყო ევქარისტია, რასაც შეგვიძლია ევქარისტია ნიშნავდა ის იმას, რომ შენ სიმბოლურად უახლოვდებოდი ისე იმას, რასაც იესო გააკეთა. მაგალითად, პოლიტექ წელებში წერია, ვინც უღრისად ჭამძას ვამს. რას შეძლებს უღრისად ჭამძას ვამს? რას გულისხმობს პავლე? პასექს რომ მზადებოდა, რას აკეთებდა ებრაელები? მზადება რამდენი ხანი იყო? ერთი კვირა, ხო? ერთი კვირა, მაცა, ხმიადი რა, საფუარი. საფუარიანი ყველაფერი გაქონდა. რას ამბობს პავლე? პავლე ამბობს, სანამ ზიარებას მიიღებ, ერთი კვირით ადრე მოიმზადე შენ თავში. რაც ის ზედმეტი გაქვს, მოიშორე. და ისე მიიღე წმენით ეს. წმენით ის კი არა, რომ სისხლს და ხორცს ჭამ. არა. წმენით რომ იესო შენთვის მოვდა. და შენ გაქვს ასოება. და ელოდები მის მეორედ მოსვლას. მოკლედ ასამოს ვიდრე ამას აკეთებდნენ ვიდრე უფლის დღე მოვიდოდისო. ანუ ეს არის შენი წმენის ნაბიჯი, რომ შენ ელოდები უფლის მეორედ მოსვლას. ესაა ზიარების არსი. პავლე მოციქული ასამოს უკვე ძალიან საინტერესო ანალოგს მოგიხარ. ზიარება მთავარი თუ აღდგომა? როგორ? ზიარება მთავარი თუ აღდგომის რწმენა? მე მეკითხები? ხო, აი გეკითხები რა. შეიძლება 1000-ჯერ ეზიარო, მაგრამ აღდგომის არ გწამდეს. და პავლე რას ამბობს? ყველაზე საწოდავი ხარ. მაშინ ანუ არც ზიარების არსი არ იცი ესე ვთქვათ. მაშინ არ ზიარე აღდგომის თუ არ გწამს რისთვის ეს ზიარება? საწოდავი ხარ, მაგრამ ყველაზე საწოდავი ხარ. და ზიარების არსი რა? ის კი არა რომ ხორცი პური გარდაიქმნება ხორცსა და იმ. არამედ შენი წმენის აღიარება რომ ის დაბრუნდება. ხო, მართლმადიდებლობაში ეს არის განღმრთობისთვის. არ ვიცი მაგათ ბუდისტი მაგას აძლევს იცი? ისა ნირვანა. ბუდისტები მაგას ნირვანას უძახიან. ხო, აი პურის ტეხა ხო თქვით, იქ ჩამოთვლილი იყო. ეხლა ლოცვები. მრავალობით რიცხვშია განსაზღვრული არტიკლით, რაც მიუთითებს იუდეველთა სინაგოგისა და ტაძრის ტრადიციიდან მემკვიდრეობით მიღებულ დადგენილ სტრუქტურირებულ ლოცვის დროებსა და ფორმულებზე და არა სპონტანურ ინდივიდუალურ ლოცვაზე. ანუ ეს საკრებულოზე ამბობს ეგ. ხო, ამ სტრუქტურირებული არის რა. ხო, რა გურამის არა შოში ეგა. არა, ეს იქ ეწერა უბრალოდ. ნუ კაი, ამას შევეშვა. ეხლა აი პირველ იესო ლოცულობდა როგორც იუდეველი, ის ლოცულობდა დღეში 3 ჯერ, როგორც აქვთ მაგრამ ებრაელებს. ანუ მამაგურამისთან იმ შუაშია რომ რა ქვია სტრუქტურა არის ჩამოყალიბებული და რელიგიურია ეს, ხვდები? რაღაცა შოშია რელიგიურობა ეგა. უყურე იესო დაუპირისპირდა. ანუ ეს არ არის რაღაცა სპონტანური ლოცვა, უყურე ინდივიდუალური შენ მოგინდა და ილოცე. მე არ ვიცი მამაგურამი კიდევ ვიმეორება რა კონტექსტში თქვა. ახლა ეგ რო ჭკვიანი კაცი იყოს, მივიდოდა და მამაგურამის კითხავდა. მამაგურამ ცოტა ვერ გაგიდე. რა კონტექსტში ამ რელიგიურს, იმიტომ რომ მე რელიგიური ცოტა სიტყვა სხვანაირად მესმის. ვიდეოს ბოლოს ამბობს რომ
ანუ მამა გურამის მიმართვით ესე რომ ვთქვათ, რომ ანუ ურჩევო რომ წიგნები წაიკითხოსო, არა ისეთი ისო რა ქვია, რას თვითონ აწყობსო. არამედ ხო, ნუ ხტები ხო და მამა გურამის მართლა იმდენი წიგნი აქვს დაკითხული. 13 წელი წიგნებს ყიდდა, აი გავაჟღერებ ამას და ყველაფერს კი რაც ითარგმნებოდაო, ყველაფერს კითხულობდიო და თან რუსულადაც კითხულობდა, ანუ ძალიან ბევრი წიგნი აქვს დაკითხული მამებიც და არა მამებიც. ხო და ახლა მე ხო გითხარი ეს გუშინდელი გამოუცხარი თეორეტიკოსი ლაპარაკობს იმაზე რომელიც ადამიანის წიგნების კითხვა და მამების პრაქტიკაშია ქრისტიანობაში. ხო და წიგნების კითხვა და მამების კითხვა კი არა მარტო პრაქტიკაში ხო გამოვლილი აქვს ხო და მაგას გეუბნები ქრისტესთვის რომელია მთავარი შენი პრაქტიკული ცოდნა ადვენტისტებიდან დაწყებული მოვლილი აქვს ყველაფერი და კრიშნაიდებშიც იყო და ისრაელშიც იყო კაბალას სწავლობდა ვიცი ლაიტმანთან იყო ვიცი 1000 რაღაცა გამოვლილი ლაიტმანმა შეახო კარგად აი კაციო მე ლაიტმანმა მითხრა რა ვიცი ამ ადამიანზე რო იტყვი რომ ცოტა წიგნები წაიკითხეო ცოტა უხერხულია რა მინიმუმ ხო, აი მაგი არის ის სიამაყე, რომელიც თეორეტიკოს ახასიათებს. პრაქტიკოსი ქრისტიანი მასე არ იტყვის. პრაქტიკოსი ქრისტიანი თავმდაბალია. იმას არ აინტერესებს. რა სიტყვიან, იმას შენიშვნას არავის არ ეუნება, არ წერს არავის, არ გააჟღერებს, არავის უნდა. არ დახა მამა გურამი რატო გააჟღერა ეს რელიგიურობის თემაზე, აი ჩემს აზრსაც ვიტყვი ორი სიტყვით რა, რომ ეხლა მის პირად საუბრებშიო სამი საუბრია, აი ღამის 12 საათს რომ გადაცდება. მაგათად მრევლმა ხო დილით უნდა ეზიარონ, წირვას დაესწრებიან და მერე უნდა ეზიარონ და 12 საათს რო გადაცდება ხო უკვე მეორე რიცხვია. ანუ რომ უნდა ეზიაროს, ხო, ის რიცხვია და აი წყალი გადამცდა და ეს რაღაცები ანუ ადამიანი აი ეს რაღაცებზე ჩაფოფრილი, რომ ამას აქცევს ყურადღებას. და ეს ქრისტე და ცოტა ცოცხალი წმენა, ცოტა გვერდზეა გადადებული, ხდები და ამას უსვავს ხარ. მაგას გეუბნები, როგორ დავიწყებ თავიდან. დავიწყებ თავიდან, რომ თეორეტიკოსი ადამიანი და პრაქტიკაში ვინც მოქმედებს. ეგა მამა გურამის ახლა გამომდინარე მე ვიცნობ მაგას ვიცნობ როგორც პრაქტიკოსი და კაცი ბოლო-ბოლო ციხეებში ავიდა პატიმრებს ნახულობდა. ერთი ამის პატიმარზე ნახადაგები აქვს გინახია? პატიმრთან დადიოდა, ავატყოფებთან დადიოდა, რა ვიცი. ხტები ახლა რას გეუბნები? რადო ვისი რადონები შედარებები მიდის, ხტები? გასაგები. ნუ. მე მეტი შეკითხვა მე რა არა, ნუ ანუ შევთანხმდით. ლიტურგია სიტყვა ეს ნიშნავს კონტექსტთან გამომდინარე, ეს არ არის მარტო რელიგიური სიტყვა. ეს არ არის მარტო რელიგიური სიტყვა, იმიტომ რომ ეს სიტყვა გამოყენებული როდესაც იოსები ეხმარებოდა ემსახურებოდა პოტიფარს სახლში, ეგ სიტყვა გამოყენებული სეპტუაგინტაში. ყოველ შემთხვევაში ის სიტყვა რაც ნათარგმნი სეპტუაგინტიდან ის ებრაული სიტყვა ის სიტყვა არის ნახსენები. და კონტექსტში გამომდინარე რომ შევთქვათ რომ ხადაგებაც მსახურება, ლოცვაც მსახურება, ერთმანეთში მოზიარობა, ესეც ერთმანეთის მსახურება, ავადმყოფის მონახულებაც ესეც მსახურება, ყველაფერი ეს არის მსახურება. ეს არ არის მსახურება საკმეველი აქმნიო და სამთლებინთო ნახატებს. ეს არა მსახურება, ეს არის მოგონილი ბუდვები, რომლებსაც მაგათ წამს. იბენ ბიჭო, კაი არ ვინდა რა მაგაზე ლაპარაკობს. ისე დაამთავრეთ ხო ეგა? კი.